სტუმარი იყო კურიერის სტუმარი. და ჩვენ კიდე ორი ჩართვა გველის წინ პირველი ეს იქნება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ახლა კურიერის შეკითხვებს უპასუხობს. მოგესალმებით ბატონო გრიგოლ. საღამოშიდობისა. ბატონ გრიგოლ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ მან შეცვალა მომავალი ვიზიტების დღის წესრიგი და მთავრობა იწყებს პროაქტიურ მოქმედებებს აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, რათა უკეთ მოახდინოს დასავლეთის ინფორმირება. რამდენად ეფექტურ მუშაობას ელით თქვენ ამ მიმართულებით? სიმართლე გითხრათ, მე ერთი რაღაცა არ მესმის, 2 წელიწადი რატო დავკარგეთ ჩვენ სრულ მოქმედობაში, რატო შეუწყოთ ხელი ჩვენ მოწინააღმდეგეს საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგიდან ამ საკითხის ამოღებისთვის, რატო დაუკარგეთ ამ საკითხის აქტუალურობა, რატო ვერ შევძელით უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და რატომ მიიყვანეთ საქმე იმისთან ხანძრამდე, რომელსაც სასწრაფოდ ჭირდება დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირების ცვლილება, პროაქტიულ პოზიციაზე გადასვლა და ეხლა ავრალურ რეჟიმში მოკავშირეების ინფორმირება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მოკავშირეებმა ჩვენზე ცუდად ნამდვილად არ იციან ის, რაც ხდებოდა საქართველოში 2 წლის განმავლობაში. როგორი იქნებოდა ოფიციალური თბილისის საუკეთესო გზავნილები უკვე ასეთ მდგომარეობაში სოხუმისთვის, ბატონ გრიგოლ, თქვენ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მინისტრს გეკითხებით? ეცეთ ახლა სხვის გაფუჭებულ საქმეზე მე რჩევებს, შემეკითხებით ბატონო გიორგი, ეს ვინც აქამდე მოიყვანა საქმე ჯობია იმან ილაპარაკოს, რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო იმას, რომ ეს საგარეო პოლიტიკური კრუნჩხვები, რომელიც დაიწყო იმ დეკლარაციით, რომ 2008 წელს საქართველომ წამოიწყო ომი რუსეთთან, შემდეგ გაგრძელდა იმ თემით, რომ თურმე ყველაფერში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა იყო და ხელისუფლება, რომელიც შემდეგ მოვიდა 2012 წლის შემდეგ, ეხლა მთელ მსოფლიოს ურბის და ორბის აჩვენებს, როგორ უნდა დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობა. შემდეგ ეს გაგრძელდა იმ თემით, რომ ურთიერთობა უკვე თითქმის დალაგებული არის და საჭირო არის საქართველოს რაც შეიძლება ნაკლებად გამოსაჩენი როლი ითამაშოს რეგიონალურ საქმეებშიც კი. ეს ყველაფერი ამან ყველაფერმა მიგვიყვანა იმ ლოგიკურ შედეგამდე, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი საოკუპაციო რეჟიმის და ოკუპანტის სახელმწიფოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ და სამხედრო ოპერაციებს და ომებს აცხადებს 25 წლიან თვითგამორკვევითის ბრძოლას. ანუ ასე ვთქვათ, საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის ინდულგენციას აძლევს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ იმ დანაშაულებს, რაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა. ბატონ გრიგოლ, გიგაბუკერიასაც დავუწვი ეს შეკითხვა, თქვენი აზრით ეს უფრო არაკომპეტენტურობის ბრალი იყო, თუ ეს საკმაოდ გამიზნულად მოხდა? ბატონ გიორგი, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, კერძო მოქალაქე ვარ და სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს ჩემი ხელისუფლება შეცდომას უშვებს თუ შეგნებულ მავნებლობის გზასადგას. საქმე იმაშია, მე თქვენ გეტყვით, რომ უპირველეს ყოვლისა ეს ფრაზა უკვე ნათქვამია და სიტყვა ბეღურა არ არის, რომ მე გამოიკიდო და დაეჭირო, ანუ ზიანი უკვე მიყენებული არის. საოკუპაციო რეჟიმი გამოცხადებულია თვითგამორკვევისთვის ბრძოლად. მეორე ის, რომ საქართველოს დიპლომატია არის ჩაყენებული უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ატაშედან საგარეო საქმეთა მინისტრამდე მათ თავის პარტნიორებთან საუბრისას, მაგალითად ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერაზე გაეროში, ჩვენი პარტნიორი, რომელიც ჯერჯერობით არ აძლევს ხმას ჩვენ რეზოლუციას, ამოუღებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ეტყვის, ეს თუ 25 წლის განმავლობაში თვითგამორკვევისთვის ბრძოლა იყო, ანუ აბსოლუტურად ლეგიტიმური საქმე იყო. მაშინ რატო გინდა რომ მე შენ ჩამრიო საქართველოს რუსეთის უთანხმოებაში და საქართველოს რუსეთის კონფლიქტში საერთაშორისო ორგანიზაციებში? მესამე, იმის გამო რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენ ამ საკითხს მთლიანად მივეცით დავიწყებას ეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის პრობლემები და ფაქტიურად ამაზე აღარ მუშაობდით, ზოგან არაპროფესიონალიზმის გამო, ზოგან იმიტომ რომ შესაბამისი ინსტრუქციები არ იყო. ეხლა ძალიან გაჭირდება ამის დაბრუნება და მეოთხე, რას ნიშნავს პროაქტიული კურსი, როდესაც შენ გამოაცხადე, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა საქმეში ვერ ერკვევა, ევროსაბჭოს რეზოლუციები სავალდებულო არ არის, კარლ ბილტი მეკრთამეა და ასე გაყევი იმ ხალხს, ვისაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე
ვის უნდა ელაპარაკო ეხლა შემიგინდა დაარწმუნო იმაში რომ 2 წლის შემდეგ როდესაც ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მანტრასავით იმეორებდა იმას რომ მათ არა მარტო იციან როგორ უნდა დაალაგონ რუსეთთან ურთიერთობა არამედ უკვე მიაღწიეს ამ მიზანს ამის შემდეგ შენ იწყებ ისტერიულად მათ ჩამოვლას და შენი ნარატივის შეცვლას დიდი მადლობა დიპლომატი ერთი რაღაცა მინდა ვთქვა კიდე ბატონო გიორგი იცით რა არის 2 წელიწადი საკმაოდ მოთმინებით უყურებს საქართველოს საზოგადოება ამ გინდა შეცდომებს, გინდა გადაცდომებს, გინდა მავნებლობას. და დრო მოვიდა რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს იმ პირებმა თავის თავზე, რომელსაც არაფერი არ ესაქმებათ ხელისუფლებაში. ყველა ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი ამისთანა განცხადების მერე თვითონ დაწერდა განცხადებას და გადადგებოდა თანამდებობიდან და თომას არ შეისწევს ამის უნარი, მაშინ პარლამენტმა უნდა იმოქმედოს, იმიტომ რომ ეს ბოლო მავნებლობა ან შეცდომა არ არის. დამიჯერეთ ამისთანა კიდე ბევრი იქნება. იმიტომ რომ გაუნათლებლობა და არაპროფესიონალიზმი დაუჟელად არ გადის. ბატონ გრიგოლ, ბარემ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ დაღესტან-კახეთის გზის პროექტთან დაკავშირებით რა აზრის ხართ? ეს თემა ივერიის აწეული არის, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი გაზეთი. საკმარისი არის ადამიანი პროფესიონალურად იყოს ჩართული საგარეო პოლიტიკურ თემატიკაში და თვალს ადევნებდეს იმ განცხადებებს, რასაც რუსი პოლიტიკოსები და რუსი სამოქალაქო ტანისამოში გადაცმული ეგრეთ წოდებული პოლიტოლოგები აკეთებენ, რომ მისთვის სრულიად ნათელი იყოს, რა შეჭირდება რუსეთს ახალი კორიდორის გაჭრა აღმოსავლეთ საქართველოში. ამისი პირველი მიზანი არის ის, რომ გარანტია ქონდეთ აღმოსავლეთ საქართველოს მოწყვეტა, ისევე როგორც აფხაზეთის რკინიგზამ და აფხაზეთის მიმართულებამ ამის გარანტია უნდა მისცეს ოკუპანტ სახელმწიფოს დასავლეთ საქართველოში, რომ მას საშუალება მიეცეს აღმოსავლეთ საქართველო გადაჭრას შუაზე, უფრო ახლოს იყოს იმ ბაზასთან ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, რომელიც მუდმივი საფრთხე არის რეგიონისთვის და არა მარტო საქართველოსთვის. მახაჩკალის მიბმა და დაღესტანის მიბმა საქართველოსთან და კახეთთან სხვათა შორის ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ იქნება, ეს იქნება პრობლემა აზერბაიჯანისთვისაც, სადაც რუსეთის ფედერაცია ძალიან დიდი ხანია ცდილობს აზერბაიჯანის ჩრდილოეთში მაცხოვრებელ აზერბაიჯანის მოქალაქეებში, მაგრამ სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებში სეპარატისტული მოძრაობა გააღვიოს. დიდი მადლობა ბატონ გრიგოლ. დიდი მადლობა. საგარეო საქმეთა ყოფილი